ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში რიგით 72 საყოველთაო ნათლობა გაიმართა. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობების სიგელები და ჯვრები გადაეცათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამების საპატრიარქო ტაძარში 20 საათზე მიბრძანდა და ნათლულები დალოცა. საქართველოს ეკლესიის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი. და მთავრებმა პატრიარქის ნათლულები დალოცეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 50,000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან. შვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე შედგა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 2008 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძალიან დიდი მონდომები და ლოცვა კურთხევით დაიწყო ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვების ნათლობა და ეს ყველაფერი ჩვენს დემოგრაფიულ პრობლემებიდან გამომდინარე იყო, რადგან ვიცით, რომ შობადობა ძალიან ნაკლებია დღევანდელ დღეს და პატრიარქის იდეა და სურვილი ის იყო, რომ მისი ნათლულებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი მოინდომებდა, რომ მესამე და შემდგომი შვილი ყავოდა და მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გაჩნდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული მათგანისათვის და ღმერთმა დალოცოს და გაახაროს თითოეული მათგანი. ელინი არის ჩვენი მესამე შვილი, ორი ვაჟის შემდეგ ყავს მესამე ქალბატონი. ძალიან ემოციებით ვარ დატვირთული, სასიხარულო დღე არის, რომ ჩვენი ელენე გაქრისტიანდა და არის პატრიარქის ნათლული. პატრიარქს უსურვებ ძალიან დიდხანს ჯანმრთელად ყოფნას და დიდხანს სიცოცხლეს. მადლობა პატრიარქს, რომ მოგვეცა ეს საშუალება და ჩემი მესამე ბიჭი გახდა მისი ნათლული. უსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ელოცოს მთელი საქართველოსთვის ხნეობას და ჯანმრთელობას. უფალი იყოს მისი და მთელი საქართველოს მფარველი. ეს ჩემი მესამე შვილია. პატრიარქის ნათლული ეს არის, არ ვიცი, ეს ემოცია როგორ უნდა გადმოვცი, არ ვიცი. ეს არის საინთაუღწრელი ემოცია, ბედნიერება და პატრიარქს მინდა უსურვო დიდხანს სიცოცხლე. სულიერი სიმშვიდე და მხნეობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში გიორგობას, უფალი იყოს თქვენი მფარველი. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის ნამდვილად უდიდესი და მადლობა უფალს, რომ დღეს ჩვენი პატარა გახდა პატრიარქის ნათლული და ვართ მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერები ნამდვილად. პატრიარქს უსურვებთ, რა თქმა უნდა, დიდხანს სიცოცხლეს, ჩვენს გვერდით ყოფნას, მთელი სრულიად საქართველოს გვერდით რომ იყოს ყოველთვის. პირველ რიგში ვილოცავთ პატრიარქს დღევანდელ დღეს გიორგობას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ, დიდხანს სიცოცხლეს, დიდხანს იყოს ჩვენი ქვეყნის იმედად. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჩემი ოჯახისთვის, რომ ჩვენი მესამე პატარა მისი ნათლულია. ულოცავთ საქართველოს დღევანდელ დღეს, მართლაც რომ საოცარი დღე არის და ველოდებოდით ამ დღეს დიდი სიხარულით მთელი ოჯახი და მადლობა ყველაფრისთვის დღევანდელი დღისთვის, მადლობა უფალს, რა თქმა უნდა და მადლობა პატრიარქს. ნათლულების დალოცვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სანამ სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიას დატოვებდა, თანმხლებ პირებს ავტომანქანა ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლთან გააჩერებინა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტ შიოსთან და მრევლთან ერთად სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში ლოცვა აღასრულა. ადგილზე იმყოფებოდნენ არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი და საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებიც. კათოლიკოს პატრიარქმა ლოცვის შემდეგ სრულიად საქართველოს დალოცა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. ამ შეხვედრის ამსახველი კადრები მობილური ტელეფონით მრევლის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო და სამწუხაროდ აქვს ხარვეზი.
რომელიც საფაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი მსუბუქება შენი იყავ ნება შენი ვითარცა საფაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომენტ ჩვენ დღეს დაუმიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთან დამუშევიყვანებ ჩვენგან საწელსა არანაირ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან ამინ ამინ ბედნიერი ვარ თქვენ რო ჩვენთან ხართ თქვენ უმესუბავ და თქვენ რო ხედავთ ვარ ბედნიერი მადლობა ყველაფერთვის მადლობა თქვენი დღეგრძელობა თქვენი ინებოს ამინ ხალმა და წმინდა გიორგი ამინ